რომელი სურათი უკეთ აჩვენებს პაროდონტიტს? კატე პანორამა. არც ერთი. მე მჯერავს, რომ ესე უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში. ვეიპინგი, მოწევა. უბრალოდ საგანგაშო სიტუაცია გვაქვს საქართველოში. პონტია რა, რო ეწევი. შეწებება იზრდება. გლობალურ საკითხს შეეხეთ. არ არსებობს ძალიან კარგი ხარისხის კბილის პასტა და ცუდი ხარისხის კბილის პასტა. ხოლო ჯაგრისი და ანგლუთაშორის ჯაგრისებით უნდა იხეხო. ჩვენმა სტომატოლოგებმა ეგ არიციან. არც ერთი. თიანაც სუშვილი მარტო კბილების ხეხვას ასწავლის. ძალიან საინტერესო თემაა. დამტკიცებულია, რომ სხვადასხვა ონკოლოგიის ერთ-ერთი მიზეზი პაროდონტოპათოგენებიც არიან. შენ ამ პაციენტის ან ღმერთი იქნები, ან ეშმაკი. Success და არა survival. თეა, გამოდის რომ რბილ ქსოვილებზე საუბრისას და მაგარ ქსოვილებზე როცა საუბრობთ, რბილი ქსოვილის ფუნქცია არის დაცვა. ეს არის მისი მთავარი ფუნქცია. ოკეი. კიდევ რამდენი კითხვა მაქვს? როგორც ხედავ, მომემზადე და მინდა რომ მაქსიმალურად ეფექტურად და ესე ვთქვათ, ნაყოფიერად გამოვიყენოთ ეს დრო. ჩვენ საუბრობდით ფენოტიპზე, შესაძლოა და აი შემასწორეთ თუ შეიძლება რაღაც არასწორად ვთქვა. თუ არ ვცდები ბიოტიპის შეცვლა შეუძლებელია, იმიტომ რომ შენ ამით იბადები, მაგრამ შესაძლებელია ფენოტიპის შეცვლა. რა გამოდის რომ მნიშვნელოვანია თავიდანვე ვიცოდეთ ფენოტიპი, რათა გავიგოთ თუ სად უნდა განთავსდეს ტრანსპლანტანტი. რა ტრანსპლანტაციაზე გულისხმობ? იმპლანტს გულისხმობ თუ რაიმე ქსოვილს? არა, ამ შემთხვევაში აუტო ქსოვილს გულისხმობ, რბილ ქსოვილს. კი. თუმცა ალბათ იმპლანტის შემთხვევაშიც უნდა იცოდე ფენოტიპი. ორთოპედიის შემთხვევაშიც, ორთოდონტიის შემთხვევაშიც, ყელის მიდამოში თერაპიული რესტავრაციების შემთხვევაშიც, ყველა შემთხვევაში. აი რატო? ოდნავ შევეხოთ ამ თემას. მაშინ ალბათ ყველა ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ რა. იმიტომ რომ ერთი და იგივე თემა არის. ჯერ მოდით ესე ვთქვათ, რომ ადამიანების ნაწილს აქვს საშუალო ესეთი ფენოტიპი, რომელიც მდგრადი არის მექანიკური რაღაც დაზიანებების მიმართ თუ სხვადასხვა რაღაც ფაქტორების მიმართ, აქვს სქელი ფენოტიპი და ძალიან ხშირად ესეთ პაციენტებს აქვთ დაგვიანებული ამოჭრა, ხრწილოვანი ღიმილი რო აქვს და პატარა კბილები რო უჩანს და ბევრი ხრწილები. და სადღაც 1/3 ეგეთი და არიან კიდევ 1/3 ვისაც აქვს თხელი ფენოტიპი, რომლებსაც ფაქტიურად ფესვები ვესტიბულურად და ორალურად გადაფარებული აქვს მხოლოდ რბილი ქსოვილებთან. ძვალი არც არის. ან რაღაც ცოტა არის, ან თხელია, 1 მმ-ზე თხელია. ამასაა კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ნებისმიერი მკურნალობის დაგეგმარების დროს. მოკლედ ვიტყვი, ორთოდონტი თუ აკეთებს ბრეკეტებს და აფართოებს რკალს თხელ ფენოტიპში, მას აუცილებლად ექნება რეცესია. და ეს რეცესია მოხდება ან ორთოდონტიული მკურნალობის დროს, ან დამტკიცებულია, რომ ორთოდონტიული მკურნალობის დასრულებიდან 5 წელიწადში. შესაბამისად, სანამ დაიწყებს ორთოდონტიულ მკურნალობას, უნდა გაიაროს კონსულტაცია პაროდონტოლოგთან, როგორც კი დაინახა თხელი ფენოტიპი და რა თქმა უნდა იცოდეს მაგის გარჩევა, რომელია თხელი და რომელი არა, გაიაროს კონსულტაცია და სადაც აუცილებელია კბილის გადაადგილება ვესტიბულურად და გაფართოება და იქ არის ალბათობა, რომ დაემართოს რეცესია, წინასწარ უნდა გავასქელოთ გრძელი, ანუ აუტოტრანსპლანტატი გადმოვიტანოთ. ან თუ უკვე დაემართა, ისევ პაროდონტოლოგი ხურავს ამ, ასე რომ ვთქვათ, რეცესიებს. და ნუ აი საოცარი кейსები მაქვს და კურსანტებთანაც სულ ხუმრობ ხოლმე იმაზე, რომ ორთოდონტები არასდროს, ესე იგი, ანუ ყოველთვის მეხმარებიან იმაში, რომ პურის ფული მქონდეს. იმიტომ რომ სულ მყავს ესეთი პაციენტები, ვინც ორთოდონტიის მერე რეცესიები ვისაც დაემართა. სამწუხაროდ, კი. მაგრამ წამოვიდა ტენდენცია იმისი, რომ ორთოდონტები აბარებენ პერიოს სკოლაში და სწავლობენ და როდ ამთავრებენ, მერე ძალიან დიდ მადლობებს მიხდიან, იმიტომ რომ მაგრა ეხმარებათ მკურნალობის დაგეგმარებაში და პაციენტების სწორ მენეჯმენტში. ავიღოთ ორთოპედია. ორთოპედმა უნდა დააპრეპარიროს კბილი. რა თქმა უნდა, როდესაც ესთეტიურ ზონაზეა საუბარი, ის ღრძილის ზონაზე ვერ დააპრეპარირებს. ცოტათი უნდა ჩავიდეს ღრძილის ქვეშ. თხელ ფენოტიპს, როდესაც ვუყურებთ, ამ დროს არა გვაქვს კარგი სქელი ღრძილი და სარეტრაქციო ძაფის ჩადებაც თითქმის შეუძლებელია. ისეთი მოჭიმულია ეს ლორწოვანი. უმეტეს შემთხვევაში ლორწოვანი ან ძალიან თხელი ღრძილი. შენ როგორც კი ცდილობ, რომ სარეტრაქციო ძაფი ჩადო, არ ღვევკლსა და ღრძილს შორის შეერთებას და იწვევ ანთებას. და კვლევებით დამტკიცებულია, წიგნშიც კი დავწერეთ ეს და ლექციებში ვუყვები ხოლმე, რომ იმ კბილებზე, სადაც მოხდა ღრძილქვეშა პრეპარირება, და გაიგზავნა ანაბეჭდი ლაბორატორიაში, იმისთვის რომ ერთ კვირაში დაბრუნებულიყო გვირგვინი და ფიქსირებულიყო და იყო ღრძილქვეშა პრეპარირება, 20%-ში უკვე ღრძილზევით არის დაპრეპარირებული კიდე.
ანუ რეცესიას განიცდის. და იგივეა თუნდაც ყელის მიდამოებში, როცა აკეთებენ ბჟენებს. პირველ რიგში თუ კარიესია, ოკეი, მაგრამ თუ ყელის არაკარიესული დეფექტია, არ შეიძლება რომ თერაპევტმა გადაწყვიტოს იქ ბჟენის გაკეთება პაროდონტოლოგის გარეშე. იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ყელის არაკარიესული დეფექტები არის რეცესიასთან ერთად. რატო? იმიტომ რომ თხელი ფენოტიპი აქვს, იმიტომ რომ პაციენტმა არასწორად აგრესიულად იხეხა, გაიცვითა ღრძილი, გაიცვითა კბილი და რეცესია ხო, რეცესიას ვერ უმკურნალებ ბჟენით. საჭიროა რომ გაკეთდეს პერიოქირურგიაც და ჩვენ უნდა უთხრათ სადამდე დადოს ბჟენი და ნებისმიერი მისი მცდელობა ჩაძოს სარეტრაქციო ძაფი და მეხუთე კლასი გააკეთოს ნიშნავს ისევ რეცესიას და არაერთი პაციენტი მყავს ვინც დაიფარა ეს ყელის არაკარიესული დეფექტები და მოვიდა და 1-2 მილიმეტრი კიდე ქონდა ეს რეცესია. ავიღოთ იმპლანტოლოგია. ისევ და ისევ თუ არა გაქვს ანუ აიქ მოდით ესე ვიტყვი, უნდა განვასხვაოთ კერატინიზებული და მიმაგრებული ღრძილი რა, იმიტომ რომ აი ამაში ცდებიან ძალიან ხშირად ჩემი კოლეგები. ანუ კერატინიზაცია არ ნიშნავს რომ მიმაგრებულია. სპეციალურად ლექციისთვის მაქვს ერთი სლაიდი, სადაც პაციენტს აქვს 4 თუ 5 მილიმეტრიანი სქელი კერატინიზებული ღრძილი იმპლანტის გარშემო და ზონდით ჩავდივარ 8 მილიმეტრზე. საერთოდ არ იყო მიმაგრებული. ამიტომ მოდით ესე ვიტყვით, მნიშვნელოვანია მიმაგრებული და სქელი ღრძილი. იმიტომ რომ არა მარტო ის, რაც ჩვენ თქვით, რომ სუპრაკრისტალური ქსოვილების 3.5-4 მილიმეტრი უნდა იყოს იმპლანტის კორონალურად, არამედ გარშემო, ხო, უნდა იყოს მინიმუმ 2 ან 3 მილიმეტრი. რაც იმას ნიშნავს, რომ ლორწოვანი ვერაზოს ვერ იქნება და უნდა ჩააფინო რბილი ქსოვილები. ამიტომ ფენოტიპის განსაზღვრას წინასწარ აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მე ასეთ თხელ ფენოტიპში როცა იმპლანტაციას აკეთებ, ან იმპლანტი ჩანს, ან აბატმენტი ჩანს, ან ღრძილის რეცესია, ანუ უბრალოდ რბილი ქსოვილების რეცესია მიდის და მე ისევ ჩვენი ასე რომ თქვა სამკურნალო ხდება, რომ გავასქელოთ და დავაბრუნოთ და ასე შემდეგ. კითხვა გამიჩნდა, იცი როგორი? არა, ბევრი კითხვა მაქვს. მაგრამ გასაგებია რომ აუტოტრანსპლანტანტი არის საუკეთესო. მაგრამ არსებობს მემბრანები, დერმალური მატრიქსები, რომელიც ხელს უწყობს ღრძილის გასქელებას, ვთქვათ, ხო? ანუ საკუთარი ეპითელიუმის ჩაზრდას, შესრდას. აი რა შემთხვევაში იყენებს შენ მემბრანებს? უიშვიათესად. რატო? ძირითადად ალვეოლის პრეზერვაციის დროს. როდესაც არ ხდება აშროება იმისი ნაფლეთის და პირდაპირ კბილის ექსტრაქციის მერე იმ ალვეოლას ვავსებ. მოდით ყოველთვის უნდა დავაკონკრეტოთ რა არის ჩვენი მიზანი ოპერაციის დროს. თუ ჩვენი მიზანია რომ უბრალოდ გასქელდეს ღრძილი და კერატინიზაცია ასე თუ ისე ღრძილს აქვს, მაშინ you are welcome. ჩასვი ის კოლაგენური მატრიქსი. მაგრამ თუ ჩვენ მიმაგრებული ღრძილი არ გვაქვს, კერატინიზებული ღრძილი არ გვაქვს და თავისთავად თხელი იქნება, მაშინ შენ გჭირდება, რომ ღრძილის კერატინიზაცია იყოს. და გამომდინარე აქედან უნდა სასიდანა იყო, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ არა ყოველთვის იძლევა ამას. არის რაღაც მომენტები, როდესაც მაინც არ ხდება ხოლმე კერატინიზაცია, მაგრამ სამაგიეროდ ისე სქელდება და ეს კოლაგენური ფენა ისე ინტეგრირდება იქ, რომ პაციენტმა რომც აგრესიულად იხეხოს, ორთოპედმა როცა აპრეპარიროს სარეტრაქციო ძაფი ჩადოს და დაატრაუმიროს, ნუ ხა არ ვამბობ აგრესიულ ქმედებას, ნორმალურ პირობებში, სამუშაო პირობებში რეცესია აღარ ვითარდება. ამიტომ ვერასდროს, ანუ თუ ქსოვილების ინჟინერია ისე დონეზე მივალ, რომ რაღაცა პატარა ღრძილს აიღებ, იმისგან მართლა ქსოვილს წარმოქმნი და მე ჩაუნერგავ და ეს იქნება ეს გარედან შეტანილი ისე პაციენტმა რომ ხო არ გაუკეთო სასაზე დიდი ჭრილობა, მაშინ კი, მაგრამ დღეს კოლაგენური მატრიქსები ვერ ცვლიან და ვერასდროს ვერ შეცვლიან. ანუ გასქელება კი. და ამ შემთხვევაში, როდესაც იყენებ აღნიშნულ დერმალურ მატრიქსებს, მემბრანებს კოლაგენურს, თუ ის დარჩა შიშველი მკურნალობის პროცესის დროს, აი ამ შემთხვევაში შენი რეკომენდაცია რა არის? თავი დაანებო და მემბრანა საკუთარ საქმეს იზავს, თუ ხელახლა ინვაზიური პროცესი და მკურნალობა ჩაუტარა. თუ ჩვენ საუბრობთ ალვეოლის პრეზერვაციაზე, როდესაც ნაფლეთი არ პირისპირთან არ მიგაქვს, მაშინ ყველა ვარიანტში ტოვებ შიშველს. და არაფერსაც არ შვები, გარდა იმისა, რომ ანტისეპტიკურ სავლებს უნიშნავ და შემახორცებელს. და ნელ-ნელა ეს ყველაფერი ხორცება და თავის საქმეს იზავს. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ რეცესიის მკურნალობაზე, როგორც ასეთი, რომ გინდა რომ გაასქელო ღრძილი, იქ კატასტროფულად, კატეგორიულად არ შეიძლება რომ კოლაგენური მატრიქსი დარჩეს ღია. ის დანეკროზდება და გადაჭიმო გამოდის. კი, კორონალურად კარგად უნდა გადააფარო და ისიც უნდა გაითვალისწინო, ისე უნდა გადააფარო, რომ როდესაც შეშუპების და მერე ჩაცხრომის დრო იქნება, ყოველთვის აპიკალურად გადაინაცვლოს ნაფლეთი და არ გამოჩნდეს. კი ბატონო, კი. იცი, რა მაინტერესებს კიდევ რბილ ქსოვილებზე საუბრისას. რა სახის ნაკერები უნდა დაიდოს, რომ არ შეკუმშოს
სისხლმომარაგება. არ შეამციროს ის. არ შეამციროს, კი, აი, მაგალითად, რაც შესაძლებელია ტუნელური ტექნიკის დროს, შესაძლებელია თუ არა ის, ვთქვათ, პერიოდ ან კორონალურად, კი. მაგაზე არ არის რეალურად, ტექნიკაზე არ არის დამოკიდებული. მოდი ეხა ესე განვიხილოთ ეს საკითხი. ჯერ მართლაც ძაფის თავისებურებებზე ვილაპარაკებ და მერე ქირურგიული ტექნიკის თავისებურებებზე, იმიტომ რომ ძაფი რაც არ უნდა ატრაუმული იყოს, შენ თუ ოპერაცია სწორად არ ჩაატარე, ანუ სწორად არ ააშოვე ნაფლეთი და არ გაანთავისუფლე, აზრი არ აქვს. ძაფებზე რო ვილაპარაკოთ, მაგალითად რინო ბურკატი, რომელიც არის შვეიცარიელი პაროდონტოლოგი და მიკროქირურგიაში ერთ-ერთი ძალიან წამყვანი სპეციალისტი, სხვა შორის მას მიკროსკოპი ძალიან უყვარს და ხშირად იყენებს. ჩაატარა კვლევა. შვეიცარიაში ტექსტილის რაღაც ქარხანა იყო, სადაც ტესტავდნენ ტექსტილის, ანუ ნაჭრის სიძგამძლეობას და ესეთი აპარატია, სადაც დაამაგრებენ და ორი მხრიდან ხდება დაკაჩვა, რომ გაიხევა, არ გაიხევა. ხდებით? და ანუ ასე რომ ვთქვათ, სიძლიერეს, სიმყარეს ამოწმებენ ქსოვილის. და იქ დააფიქსირეს ორი, ასე რომ ვთქვათ, ნაფლეთი გრძილის და სხვადასხვა ძაფებით გაკერეს. და დაიწყეს დაკაჩვა. აღმოჩნდა, რომ თუ 3-ნოლით ან 4-ნოლით იყო გაკერილი, ქსოვილი იხეოდა და ძაფი მთლიანი რჩებოდა ამ გაკაჩვის შედეგად. მაგრამ თუ 7-ნოლით იყო, ან უფრო პატარათი, მაშინ ქსოვილი არ იხეოდა და ძაფი წყდებოდა. და ეს უფრო მნიშვნელოვანია რეალურად, იმიტომ რომ შენ ძაფით რო შეხვედი, ხო ერთი punctuation, ანუ ერთი ნახრეთი გააკეთე და რომც ის გაიხსნას, ქსოვილი არ ტრაუმირდება, ხელი მივარ. და თუ შენ დიდი მასიური ძაფებით მუშაობ, მაგ შემთხვევაში გამოდის, რომ ხვრელსაც დიდ საკეთებ და სისხლმომარაგებას დიდ არეალზე აფუჭებ, იმიტომ რომ ის სიზარღვები და კაპილარები რაც იყო დააზიანე. და პლუს, როდესაც მეორე-მესამე დღე შეშუპება ვითარდება და ყველა ქირურგიული манипуляციის მერე მეორე დღიდან არის გასიება, მესამე დღეს მაქსიმალურად და მეოთხე დღეს იწყება ჩაცხრომა, ეს არის სტანდარტი, ეს არის ბიოლოგია, ეს არის ყველა მედიცინის ნებისმიერ დარგში. შესაბამისად, მესამე დღეს როცა შეშუპდება ქსოვილები და რო გაკაჩავს, ჯობია რომ ძაფი გაწყდეს, ვიდრე ქსოვილი გაიხეს. იმიტომ რომ ეს უფრო დამატებითი ტრავმაა. და ეხლა მივდივართ მანდ, რატო უნდა შესივდეს ისე პაციენტი, რომ ძაფი გაწყდეს? აი, აქ უკვე საუბარია თვითონ ნაფლეთის დიზაინზე, აშრევების ტიპზე, მობილიზაციაზე და რა ოპერაციას აკეთებ, თუ ჩვენ საუბრობთ მაგალითად რეცესიებზე, რეგენერაციულ ქირურგიაზე, როცა შენ გჭირდება რომ აუცილებლად გადაფარული უნდა იყოს ის ზონა, რასაც ვკურნალობ, ანუ მოჭიმული უნდა იყოს კარგად, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გაჩავდეს. შენი ოპერაციის მერე ტუჩს რო ამოძრავებ, ღრძილი, სადაც აქვს მიკერებული, არ უნდა მოძრაობდეს. და ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა კარგად გქონდეს განთავისუფლებული და რაც არ უნდა კარგი ძაფით იმუშაო, ეგ თუ დაირღვა, აზრი არ აქვს, მაინც გაიხსნება. და ბევრი არის, ანუ საქართველოშიც და არა მარტო GBR-ს ვინც აკეთებს, ანუ guided bone regeneration-ს, მართულ ესე იგი ძვლის მართულ რეგენერაციას, ქართულად რა ვთქვათ, ძალიან ხშირად იხსნება ნაფლეთებს შორის პირი და გამოდის ხოლმე გრაფტი. და ეს არის არასწორი მობილიზაციის გამო და ეს სწავლებადია, თან ძალიან მარტივია ამის სწავლა, რომ არ გაგეხსნას ნაფლეთი, ძალიან მარტივია. კი, თუმცა GBR-ს ჯერჯერობით მაინც ექიმები ფრთხილად ეკიდებიან. ხო, მარტო რამოდენიმე ადამიანი ვინც ამას აკეთებს და ამიტომ იყო, რომ ჩემი ერთ-ერთი ურთულესი პაციენტი წავიყვანე იტალიაში ამის გასაკეთებლად და დღეს არა, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ამ კლინიკურ შემთხვევაზე ბევრს ვილაპარაკებ და ალბათ კონფერენციაზეც გამოვიტანთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საჩვენებელი კლინიკური შემთხვევა, რაზეც არა მარტო ჩემი პროფესორები იყვნენ დაშოკილიც და ასე რომ ვთქვათ, ხარს მიჭერენ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ და ეს პაციენტი ბოლომდე გამოვაჯამრთელოთ. ჰარვარდიდან იყო ჩამოსული ჰარვარდის სტომატოლოგიური სკოლის დეკანი ჯანობილე და იქ გვესწრებოდა საპიენსაში 3 კვირა იყო და გვესწრებოდა ლექციებზე და ჩვენ მასტერს, ანუ სამაგისტრო სტუდენტებს უნდა წარგვედგინდა кейსები და მე ეს кейსი წარმოვადგინე და ჯერ თვითონ პირველადი სურათი რო ნახა, დაშოკილი იყო, ანუ ესეთი რამე არ მინდა. და აი, სულ რაღაც ორი სიტყვით. ესე იგი, პაციენტს ჰქონდა ოსტეობლასტომა ბავშვობაში, 8-9 წლის ასაკში, ამოუღეს 4 კბილი და თავისთავად ის სიმსივნეთ, რის გამოც დაკარგა ძვალი, რა თქმა უნდა, დასთან ერთად ის ძვალი არ გაიზარდა, რაც დარჩა, იმიტომ რომ კბილია საჭირო, რომ ძვალიც გაიზარდოს. უთხრეს, რომ 21 წლის ასაკში გაუკეთებდნენ GBR-ს, მივიდა ვიღაცასთან, რა თქმა უნდა, არ ვასახელებ სახელს, გაუკეთა GBR-ი, 10 გრამი ძვალი შეიტანესო და გაიხსნა რაღაც რამოდენიმე დღეში ეს ჭრილობა, ეს ძვალიც გამოვიდა, ანთება წავიდა და საბოლოო ჯამში ანთების ჩაცხრომის მერე აღმოჩნდა, რომ ლოყის ლორწმანი იყო სასის თითქმის ნახევარზე მიგერებული. და პაციენტს ჰქონდა აქ ჩავარდნა, მოსახსნელ პროტეზს ვეღარ იკეთებდა და თავისთავად, ინვალიდობა ჰქონდა. საინტერესოა მისი მკურნალობის ეტაპები.
დასრულდა? ბოლოში, არა. ჯერ არ დასრულდა. ჯერ არ ვიტყვი რა ეტაპზე ვართ, მაგრამ საინტერესო. მარტში ეს ყველაფერი გამოჩნდება. ოკეი, წარმატებები ექიმებს, წარმატებები პაციენტს. 3 ოპერაცია გავუკეთეთ უკვე. რომელი სურათი უკეთ აჩვენებს პაროდონტიტს? კატე პანორამა. არც ერთი. არც ერთი, იმიტომ რომ ოქროს სტანდარტი ევროპაშიც, ამერიკაშიც არის full mouth X-rays ეძახიან ინგლისურად, ანუ მთელი პირის ყურის რენტგენოლოგიური კვლევა, სადაც შენ გაქვს, ესე იგი, ასე რომ ვთქვათ, ინტრაორალური ფოტოები ყველა კბილის, ოღონდ გადაღებული პირდაპირ პროექციით და არა დახრილად და ბაითვინგები. და საბოლოო ჯამში შენ გაქვს 14-დან 20-22 რაოდენობამდე ეს პატარ-პატარა ფოტოები და ალბათ გინახია კიდევაც, იმიტომ რომ საზღვარგარეთიდან პაციენტები რო ჩამოდიან ხოლმე, აი ამებით მოდიან ხოლმე უმეტეს შემთხვევაში და რეალურად ყველა კბილის მინდა მოშინახულობ რა ხდება. იმიტომ რომ ის მინიმალური ძვლის რეზორბცია, რომელიც შენ გინდა რომ დაინახო, კატეზე არ გამოჩნდება. აი პირველად რო იწყება, აი ეხლა დასაწყისი ეტაპი რო არის და ისედაც კვლევებით დამტკიცებულია რიჩარდმა, რა ვიცი, 30 თუ 40 წლის წინ დაამტკიცა, რომ ძვლის მინერალური შემადგენლობა მინიმუმ 30%-ით უნდა იყოს შემცირებული, რომ შენ რენტგენზე რამე დაინახო. ანუ რენტგენზეც თავიდან ვერ ხედავ რომ მართლა რეზორბცია რა და მით უმეტეს შენ თუ აკეთები ისეთ აი თუ ავიღებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას სხივი ხო ძალიან დიდი სხივი მიდის და შესაბამისად ბევრი დაჩრდილვა არის და ნაკლები მინერალური შემადგენლობა ჩანს ძვლის მით უმეტეს თუ ანთება და თუ ჩვენ პანორამას გულისხმობთ პანორამა არაზუსტია ყოველთვის არაზუსტია პანორამა არის უბრალოდ რომ შეხედო რომ ზოგადი წარმოდგენა მიიღო თორე პანორამით არც იმპლანტაციის არც პაროდონტოლოგიის არც თერაპიის არაფრის დაგეგმარება არ შეიძლება გამიჩნდა კიდევ ერთი კითხვა ამასთან დაკავშირებით. ინტრაორალურ სკანერებს თუ იყენებენ პაროდონტოლოგები, ეს ხომ ესეც თვალსაჩინოებისთვის იდეალურია. პაციენტთან ესე რომ რამე დაანახო ფოტოები, მაგრამ უფრო იმპლანტოლოგიაში. და ნუ ორთოპედია თავისთავად. კი, ანუ რომ დააგეგმარო, ანუ ეხლა მე როგორც მასწავლეს, ასე რომ ვთქვათ, მე ვიცი რომ ჩვენთან გაიდებს, ანუ მიმართველებს, ხო, აკეთებენ ქირურგიულს თარგებს, რა ვიცი, სხვადასხვა სახელია, მაგრამ გაიდი მიმართველია რეალურად. და ნუ აზრიც ის არის, რომ მიმართოს სწორად შენი ბორი იქნება, თუ ესე იგი იმპლანტი იქნება. ძირითადად ტექნიკები აკეთებენ, ან მაგალითად ჩვენი სანდრო ორთოპედია და სანდრო უკეთებს ხოლმე, ან გიგა ქურიძე ხო, ორთოპედია, იმპლანტოლოგია და გიგა აკეთებს ხოლმე. და ანუ ექიმი მთლიანად არის დამოკიდებული მის ცოდნაზე. მე ესე მასწავლეს ახლა იქ, რომ მე უნდა ვფლობდე პროგრამას, სადაც რა თქმა უნდა სკანირებული უნდა მქონდეს პირის ღრუ, კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა მქონდეს და უნდა მქონდეს ციფრული ვაქსაფი, რასაც ნუ ტექნიკი მიკეთებს. და მე თვითონ უნდა დავაგეგმარო ამ ციფრული ვაქსაფის, ანუ გვირგვინის მიხედვით პოზიცია იმპლანტის და ალბათ აქ ცალკე უნდა ვილაპარაკოთ prosthodontically guided იმპლანტოლოგიაზე და არა bone guided იმპლანტოლოგიაზე და ამაზე მოდი ცალკე გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენც ყოველთვის მაგას ვიძახით. და მე თვითონვე უნდა დავგეგმო ამ პროგრამაში გაიდი. ანუ გაიდის დიზაინი. დიახ, იმიტომ რომ შეცდომების ალბათობა იქნება უფრო ნაკლები, როდესაც მე ვაკონტროლებ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მე ტექნიკმა შეიძლება რაღაც შესწორებები შეიტანოს, იმიტომ რომ ის თვითონ ბეჭდავს და უფრო სხვანაირად ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ შენ გჭირდება რომ ეს გაუკეთო პაციენტს და შენს მიერ უნდა იყოს დაგეგმარებული. ნახოთ ახლა როგორ გამომივა, ახლა ვიწყებ ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა, შეიძლება პირველი 2-3 არ იყოს ისეთი იდეალური, ხო? ყველაფერს სკილები ჭირდება და დრო ჭირდება რომ ისწავლო, მაგრამ მე მჯერავს რომ ესე უნდა იყოს. არ უნდა იყოს სხვა ადამიანის დაგეგმარებაზე დამოკიდებული და მით უმეტეს თუ შენ არ გაგდაგეგმილი სად იქნება გვირგვინი. ანუ ციფრული ვაქსაფის გაკეთება თუ არ მოხდა პროგრამაში შეიძლება ვიღაცა მითხრას რომ კი კაცო შემილია აგერ კატეს აქვს ფუნქცია და იმაში ჩავსვი იმპლანტი. არავითარ შემთხვევაში. მით უმეტეს შენ თუ გინდა რომ ჭანჭიქზე ფიქსაცია იყოს, შენ უნდა იცოდეს სად ამოდის და თუ გვირგვინი არ იცი სად არის, სად გამოვა ეს არხი, ახლა ძვალი სად არის, ეგრე არ არის რა. მე სრულად გეთანხმები და ძალიან მომეწონა, რასაც შენ ხაზი გავსვი. ეს არის prosthetically driven dental implant surgery. ანუ ეს არის ორთოპედიულად მართვადი დენტალური იმპლანტაციის ოპერაცია, ამიტომ გაიდების სწორედ ეს არის რა. პაციენტს არა სიმარტივე მხოლოდ. იმპლანტი უნდა პაციენტს იმპლანტისთვის მოდის. არა, კბილისთვის. კბილი არა მაქვს. ექიმო, კბილი მინდა. ის კბილი უნდა სადღაცას უკან თუ უნდა იქ სადაც აკლია. სადღაცას ორალურად თუ იქ სადაც ქონდა. შესაბამისად საუბარი იმაზე რომ ვიპოვე ძვალი და ჩავსვი სადაც იყო, არის ნონსენსი. და ამაზე საუბარი, ანუ ძვალზე დამოკიდებულებით იმპლანტების გაკეთება იყო 40-50 წლის წინ და 20 წელზე მეტია მთელი მსოფლიოს
კონგრესებზე, ვინც დადის, ყველგან არის საუბარი, რომ ჯერ ორთოპედია დაიგეგმა და იმის მიხედვით გაკეთა იმპლანტაცია. სხვათა შორის იყო რაღაც დავა ერთ-ერთ სატექნიკოსთან, დავა რა საუბარი მაგაზე და აიო ეხლაო ჩვენ რო ეს ციფრული ის გავაკეთოთო, მერეო როცა იმპლანტი გაკეთდებაო, არ დაემთხვევაო, ეხლა გვირგვინიო ხო შეიძლება სხვაგან აღმოჩნდეს, იმიტომ რომ მიშოვლები არიან, რომ იმპლანტი სადაც არის, იმის მიხედვით საწყალმა ტექნიკებმა და საწყალმა ორთოპედებმა უნდა გამოიყვანონ გვირგვინის იდეალური პოზიცია. რაც რა თქმა უნდა არასწორია, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა წინასწარ უნდა იცოდეს ორთოპედმაც, ტექნიკმაც და იმპლანტოლოგმაც სად უნდა იყოს გვირგვინი. და ამის მიხედვით უნდა შეირჩეს ადგილი იმპლანტისთვის და თუ ხედავთ ძვალი არ არის, მაშინ ესე იგი ძვლის აუგმენტაცია ჭირდება. ანუ პირველ სტაბილიზაციას თუ ვერ მიიღებ იმ რაოდენობა ძვლით რაც გაქვს, ესე იგი წადი გააკეთე ჯიბი არის. თუ ხედავ რომ სტაბილიზაციას მიიღებ, მაგრამ რაღაც გრძილის ნაკლებობა გაქვს, დაამატე ერთმომენტიანად რბილი ქსოვილი. შექმენი ის რბილი ქსოვილის კონტური და მხოლოდ მერე გააკეთე იმპლანტაცია. ამ პროცესში. კი, ნამდვილად ეგრეა. შენთან დიდი ალბათობით მოდის ისეთი პაციენტი, რომელსაც აქვს გართულებული ორალური პირისღრუს ჯანმრთელობა, თუნდაც მოწევის, ვეიპინგის შედეგად და აი მაინტერესებს რამდენად რეალურად მწვავე არის ეს პრობლემა. ვეიპინგი, მოწევა და ღრძილებიდან სისხლდენა, ღრძილების ჯანმრთელობა. რა სიტყვია ამაზე? მე ვფიქრობ, რომ საგანგაშო სიტუაცია გვაქვს საქართველოში. და თან ყველაზე მეტად რაზე მწყდება იცით გული, რომ თითქოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა მიდის. არის, კი. წადიარე დარბაზში, ივარჯიშე, მაგრამ გამოდის და ეწევა. აი, მაგი კლავს. ანუ ვერ ხვდები, ვერ ვაკავშირებ ერთმანეთს. როგორც იძახიან, მამნით ხო, შევა. ნუ თემა არის ის, რომ ადამიანები, როგორც ერთი ჩვენი ტრენერი ამბობდა, მაიკლი, ადამიანები არიან ამბივალენტურები. იციან, რომ ცუდია, მაგრამ მაინც აკეთებენ. ხო, იცის, რომ ცუდია მოწევა, ეწევა. იცის, რომ არ უნდა გადააჭარბოს სიჩქარეს, მაინც აჭარბებს. იცის, რომ მობილურზე არ უნდა ილაპარაკოს და SMS-ები არ უნდა წეროს საჭესთან, მაგრამ მაინც აკეთებს. ამიტომ ალბათ ამის შეცვლა იქნება ძალიან რთული, სანამ ადამიანის შეგნება არ შეიცვლება და ალბათ თაობები სხვანაირად არ მიუდგებიან თამბაქოს მოწევას და ვეიპინგს, იმიტომ რომ განვითარებულ ქვეყნებში უკვე ტენდენცია მწეველების კლებულობს. ვიცი კი, სამწუხაროდ. და ღარიბ ქვეყნებში პირიქით მათ. კი, ანუ რაღაცა არ ვიცი როგორ თქვა კარგად, მაგრამ პონტია რა რო ეწევი რა. ანუ აი ჯერ კიდე ხო, რაღაცა ეგ თემა არის. ან მეორე თემაა, რომ აი ბავშვობაში პონტი იყო, იმიტომ რომ მაშინ თინეიჯერობაში გეგონა, რომ მაგარი ტიპი ხარ რო ეწევი და მე უკვე ვეღარ ანებებ და აი ეს addiction-ი, ანუ დამოკიდებულება რაღაცაზე, ძალიან რთული მოსახსნელია, ხო? ანუ ამისთვის ცენტრები არსებობს, წიგნები იწერება და კიდე ვერ ახერხებენ ადამიანები და მე უბრალოდ ყველა ახალგაზრდას მინდა მივმართო, რომ ხო, იცი რომ ეს პრობლემა არსებობს, როგორც იმისა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნას, არამედ იმისა, რომ დამოკიდებული გახდე. რა მნიშვნელობა გრაზე ხარ დამოკიდებული? მობილურზე ხარ დამოკიდებული თუ ვიღაც ადამიანზე, რომელიც გწამლავს, ხო? ანუ დამოკიდებულების შეწყვეტა არის ძალიან რთული ფსიქოლოგიური პრობლემაა და შესაბამისად არ უნდა დაიწყო. მაგრამ ეხლა ვინც დაიწყო? ძალიან ბევრი პაციენტი მყავს, ვისაც აქვს მოკლედ ან თამბაქოს პრობლემა, ან ვეიპინგი, ან გახურებადი თამბაქო. რა მნიშვნელობა აქვს? ეხლა სიგარეტი იქნება თუ გახურებადი თამბაქო იქნება? კვლევები რასაჩვენებს. ვითომ ვეიპინგი არის ბევრად უსაფრთხო, ხო? მუსირებს აზრი, რომ გახურებადი თამბაქო და ვეიპინგი უსაფრთხო, იმიტომ რომ შიგნით ესე იგი არ არის თამბაქო, ან არ იწვის თამბაქო, ანუ ვეიპინგში უმეტეს შემთხვევაში ვითომ რაღაცა ისინია, ხო? არომატიზატორები. და გახურებად თამბაქოში თემა ისაა, რომ 900 და 800 გრადუსამდე კი არ ადის ტემპერატურა და იწვის და ის წვის პროდუქტები გამოიყენოთ, პარად ჯანმრთელობის ცუდია, არამედ 400 გრადუსამდე დაახლოებით ცხელდება და უბრალოდ სხვა მასა გამოდის ეს გახურებული თამბაქო, რომელიც ნაკლებად შეიცავს ტოქსიურ ნივთიერებებს. მოკლედ არასწორია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ამ კომპანიებმა დაიწყეს ამ პროდუქტების ესე გაპიარება რეალური კვლევების გარეშე. და ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ამერიკაში ამაზე მუშაობს ძალიან აქტიურად და მილიონობით გრანტს იღებს, რომ ეს ყველაფერი დაამტკიცოს, არის პურნიმა კუმარი. პურნიმამ დაამტკიცა, რომ პირისგულს თქვათ მიკრობიომა რო ვნახოთ, ხო, ჩვენი ჯანმრთელი ბაქტერიები. ან თუნდაც პათოლოგიური, მაგრამ ჩვენთან სიმბიოზში რო ცხოვრობენ და პრობლემას ვერ გვექმნიან. ამათი ხარისხობრივი უარესობისკენ გადანაცვლება, როცა თამბაქოს იყენებ, არის ბევრად უფრო ნელი პროცესი, ვიდრე ვეიპინგს რო აკეთებ. უფრო სწრაფად ხდებიან აგრესიულები და კიდე რა საინტერესოა, ტოქსინებს უფრო მალე გამოყოფენ და ჯანმრთელი ბაქტერიები ვინც არიან, ისინი ხდებიან ცუდი ბაქტერიები. ჯანმრთელებიც კი ცუდდებიან და კიდევ იმის გამო, რომ წებოვანი ნივთიერებები გამოიყოფა,
ბიოაპკის წარმოქმნა არის გასამაგებული, იმიტომ რომ შეწეპება იზრდება. ხდები და რაც კიდე მეორე მხარე რომ ეს ბიოაპკი გაიზარდა, ანთება გაიზარდა და პლუს კიდე მოცილება უფრო რთულია სახშო გამოიხეხო ისე რომ გამოიწმინდო. და ეს ერთი პრობლემაა. ნუ მეორე პრობლემა იქაც გამოიყოფა ტოქსიური ნივთიერებები, რა თქმა უნდა. და შესაბამისად რო ნახეს რა გავლენა აქვს პირისყრის ჯანმრთელობაზე, ისეთივე ცუდი აქვს როგორც და კიდე უფრო სწრაფი აქვს. ხდებით? ეხლა დადგა მეორე საკითხი. თამბაქოს დანებების მიზნით ადამიანი იწყებს ვეიპინგს. ან გახურებადი თამბაქოს გამოყენებას. რა მნიშვნელობა აქვს ერთ დამოკიდებულებას მეორე დამოკიდებულებასთან თუ შეცვლი? ანუ ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა არის. და ყველაზე ცუდი, რასაც პურნიმა ხას უსვავს, რომ კვლევაში არსებული ადამიანები, რომ ვინ ვეიპერი იყო და ვინ ის იყო, დაახლოებით შეიძლება, ესე იგი 5 წელი ქონდა საშუალოდ მაგალითად მწეველობა თამბაქოთი, როდესაც 12-18 წელი ქონდათ ვეიპინგი, იმიტომ რომ თინეიჯერობის ასაკიდან იწყებდნენ ვეიპინგს. და თავიდან როცა ეს ყოფილი გამოვიდა, არ იყო შეზღუდული და ეხლა ნელ-ნელა იწყება მაგის შეზღუდვაც, რომ პატარა ბავშვებს არ მიყიდონ ეს ყველაფერი. ამიტომ რა თქმა უნდა ვერ იქნება ჯანმრთელი და კვლევა გააკეთა კიდე ესეთი, რომ რა თქმა უნდა იქ ინფორმირებული თანხმობები და ეთიკური კომიტეტები იყო ჩართული ამ ყველაფერში, ადამიანის პირისგუში სასაზე გააკეთეს ჭრილობა, ანუ შეურჭეს რა, რომ ქონოდა ჭრილობა, გამოიწვიეს ჭრილობა და ყავდა ჯგუფი, რომელიც ეწეოდა თამბაქოს და ყავდა ჯგუფი, რომელიც ეწეოდა იმას, რა ქვია, ვეიპს, ხო? და ჯანმრთელი ადამიანები. ნუ ჯანმრთელ ადამიანებში 4 დღეში დასრულდა შეხორცების პროცესი და 20 დღემდე გაიზარდა. 20 დღემდე გაიზარდა ჭრილობის დახურვა. ამიტომ წეველში არ შეიძლება არანაირი რეგენერაციული ქირურგია ან აუგმენტაცია, რა თქმა უნდა ჯიბიარი და რა თქმა უნდა იმპლანტაცია. არ შეიძლება საერთოდ თუ უბრალოდ მწეველს ვაფრთხილებთ, რომ თქვათ 2 თვე, 5 თვე before and after. მერე რო დაიწყოს 5 წლის მერე და იმპლანტი რო ექნება პირისგუში, იგივენაირი პროცესები წავა, ისევ აგრესიული მიკროფლორა გაჩნდება, თუ რაიმე ანთება წავა, იმის შეხორცება გახანგრძლივდება და ჩამოყალიბდება ჯიბე და აზრი. ამ შემთხვევაში კლინიკამ ხელი უნდა მოაწეროს პაციენტს ინფორმირებელ რეკომენდაციებს. მე მაინც მგონია, რომ აი ეს საკითხი გვაქვს ყველასთან ერთად, გადასაწყვეტი ყველა იმპლანტოლოგთან ერთად. თუ რა ინფორმაციას აწვის იმპლანტოლოგი, იქამდე სანამ იმპლანტს გაუკეთებს პაციენტს. უბრალოდ ის, რომ კი ძვალი გაქვთ და ჩაგისვავთ, არ არის პრობლემა. თუ დაჯდება ანამნეზს კარგად გაარკვევს, პაროდონტიტი აქვს, თუ ქონდა ნამკურნალები არის, თუ არ არის, პაროდონტულ რუკაზე ნარჩენჯიბები არის, თუ არ არის. კვლევები პაროდონტოლოგიაში არის უმაღლესი დონის და აი არ ვიცი, ყველაფერი გამოკვლეული აქვს. ისიც კი არის დამტკიცებული, რომ რა თქმა უნდა, ვინცაც ჯანმრთელი სტატუსი აქვს და პაროდონტიტი არ ქონია, მასში იმპლანტატის survival უკაცრავად გადარჩენა არის სადღაც 98%-მდე, როდესაც ძველ პაროდონტიტიან პაციენტში და ნამკურნალებში 90-მდე ვარდება. და თუ ჩვენ ავიღებთ ამ პაციენტებს, ანუ რომელსაც აქვს სტატუსი პაროდონტიტის, შეგვიძლია კიდე ორ ნაწილად გავყოთ და მაგიც არის გამოკვლეული, ის ვინც შემანარჩუნებელ ანუ დამხმარე თერაპიაზე დადის და ჯიბები აღარ უჩდება წლების განმავლობაში და ის ვისაც გაუჩნდა. ან დარჩა ჯიბე და ბოლომდე არ დაიხურა. დაჟე აი შეიძლება პირველი ეტაპი გაიარა მკურნალობის და რაღაცა დარჩა და იმის გამო რომ სისხლდენა შეშვება არ აქვს, წავიდა პირდაპირ იმპლანტოლოგთან გასაკეთებლად. ამ ორ ჯგუფს შორისაც ძალიან დიდი განსხვავება. ანუ ვისაც ჯიბი აქვს, იმას კიდე უფრო ეცემა წარმატების ანუ გადარჩენის უკაცრავად. survival rate გადარჩენა და შესაბამისად იმპლანტოლოგი სანამ ჩაუსვავს, უნდა ეს საკითხები გაიაროს, უნდა გააფრთხილოს და 2005 თუ 6 წელს იყო ევროპის პაროდონტოლოგიის ფედერაციის ერთ-ერთი ვორქშოპი, სადაც 2000 წარმოიდგინეთ 2000-იანი წლების დასაწყისში თქვეს, რომ იმპლანტაციამდე უნდა ინფორმირება მოხდეს სიგარეტზე, პაროდონტიტზე, პირისგუს ჰიგიენაზე და სხვადასხვა რამეებზე პაციენტის. კონსულტაცია დაახლოებით 9 საათი მაინც გაგრძელდება. ანუ თუ მას არ აქვს ამის დრო და ეზარება ან ის არ არის მიჩვეული, გააგზავნოს პაროდონტოლოგთან და ისე თქოს როდის შეიძლება რომ და მით უმეტეს მეოთხე სტადიის გაიდლაინი შემოვიდა 2022 წელს, სადაც განაჩვენებია, რომ პირველ მეორე საფეხურს დაასრულებს და მერე რომ ჯიბეები დაიხურება, მერე შეუძლია გაიკეთოს იმპლანტები. ჩვენ საუბრობდით ახლა ვეიპზე, მოწევაზე და მინდა შევეხო ზოგადად აი კარგ პროდუქტებს და ცუდ პროდუქტებს. ახლა კეთყვი თუ რას გულისხმობ. აი ხომ არსებობს კარგი პასტები, ჯაგრისები, სავლები, გამათეთრებელი ვიტამინებიც სხვათა შორის, რაღაც დანამატები. და მაინტერესებს რა სიტყვი აი ესეც საკითხზე მე მაქვს ერთი სტატისტიკა, რომელსაც მე ამოვიკითხავ. კოსმეტიკური სტომატოლოგიის გლობალური ბაზრის ზომა მოცულობა 2022 წელს
შეფასდა 33 მილიარდ აშშ დოლარად. მეგობრებო, ეს ძალიან ბევრია. და მოსალოდნელია, რომ გაიზრდება წლიური ზრდის საერთო ტემპით, ეს არის ესეთი ტერმინი, 13.9%-ით 2023 წლიდან 2030 წლამდე. შესაბამისად, მოსახლეობის მზარდი ზრდის ფონზე ეს ინდუსტრია, სტომატოლოგიური ესთეტიკის, გაფართოვდება უფრო მეტად და ეს ინდუსტრია განიცდის დიდ წინსვლას. მე პირადად როგორც დისტრიბუტორი ამას ვხედავ. და ვფიქრობ, შენც ალბათ როგორც სტომატოლოგი, იმიტომ რომ ბევრ რაღაცებს დაუნიშნო, მაგრამ შეიძლება უფრო ზედმეტიც, ბევრად უფრო მეტი დაუნიშნო. შედეგი კი არა და კითხვა იდეაში არის ის, პაციენტმა როგორ უნდა შეარჩიოს, ან ექიმმა როგორი სახის რეკომენდაცია უნდა გასცეს, თუ რა პროდუქტი უნდა გამოიყენოს პაციენტმა, იმისათვის რომ არ გაუარესდეს მისი რბილი ქსოვილი. სხვა სიტყვებით, თუნდაც მაგარი. თუნდაც მაგარი, კარიესი არ დაიმართოს. რაღაც ისეთი კარგი ისეთი ჯაგრისით რო დავიწყებთ ხოლმე. თუნდაც აბრაზიული კბილის პასტით. Yes. აი რა სიტყვია ამაზე. პაციენტის მხრიდანაც და ექიმის მხრიდანაც. ძალიან გლობალურ საკითხს შეეხედა. ამაზე ალბათ ცალკე პოდკასტი უნდა ჩაიწერო. შევეცდებით ძალიან მოკლედ უპასუხო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. იმიტომ რომ არ არსებობს ძალიან კარგი ხარისხის კბილის პასტა და ცუდი ხარისხის კბილის პასტა. ანუ ესე რო დავყოთ რა, ეხა წადი და ის რო 100 ლარი ღირს ის იყიდე, ან 5 ლარიზე ნაკლებიანი არ იყიდო, იმიტომ რომ ცუდი იქნება. ისევ და ისევ პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე გამოვდივართ ხოლმე, როდესაც პირისგუს ჰიგიენისთვის რაღაცებს ან მექანიკურ ან ქიმიურ საშუალებებს უნიშნავთ, იმიტომ რომ შეიძლება პაციენტს ჭირდებოდეს მაგალითად მათეთრებელი, შეიძლება ვიღაცას ჭირდებოდეს კარიესისგან დაცვა, იმიტომ რომ ბევრი კარიესი აქვს, ვიღაცას საერთოდ არაა კარიესი. 50 წლის ისე ხდება, რომ შეიძლება ერთი კარიესი გაიგეთოს სულ, ხო არიან ეგეთი პაციენტებიც. რა სჭირდება მაგას ანტიკარიესული ნივთიერება კბილის პასტაში. ვიღაცას შეიძლება ღრძილის ანთებისკენ აქვს მიდრეკილება, ვიღაცას მგრძნობელობა აქვს კბილის პასტების ხვდებით, ანუ სხვადასხვა რამეა და პერიოსკოლაში 3 საათი მაქვს მექანიკურ საშუალებებზე ლექცია და 3 საათი მაქვს ქიმიურ საშუალებებზე, იმიტომ რომ ჩვენ კონკრეტულად ამ პაციენტს რა ჭირდება, იმის მიხედვით უნდა ავურჩიოთ ინგრედიენტი. მაგრამ სანამ ეხა ქიმიურ საშუალებებზე გადავიტოდეთ, ხაზი მინდა გაუსვა მექანიკური საშუალებების აუცილებლობას. ანუ ეს არის პირველი რიგი იმისა, რომ პაციენტმა შეინარჩუნოს როგორც ღრძილის, ასევე მაგარი ქსოვილების, ანუ ამ შემთხვევაში მინანქრის და თუ ფესვია გაშლებული დენტინის ან დუღაბის ჯამთობა, ანუ ფესვის ზედაპირის, იმითი რომ მან იდეალურად, სწორად, არატრაუმულად მოახდინოს ბიოაპკის მოცილება, ანუ რბილი ნადების მოცილება. ოკეი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გინდა კარიესოლოგია ავიღოთ, გინდა ვთქვათ პაროდონტოლოგია, ანთებები ავიღოთ, თუ ბიოაპკი ესე იგი მოხდა და დაფიქსირდა დიდხანს, ის იწვევს მერე ამ პროცესებს, იმუნიტეტში თუ მინანქარში, ვთქვათ დემინერალიზაციას. ამიტომ მექანიკურად თუ არ გაიწმინდა პაციენტმა კარგად და ეს არ ვასწავლეთ და მინიმუმ 15-20 წელი აზრი არ არის. მაგრამ მერე არის კიდევ ერთი ტენდენცია, ისევ და ისევ company driven. Okay? Commercial. ხო, არ გჭირდება ქიმიური საშუალებების, ანუ კბილის პასტის გამოყენება და ჯაგრისით, მხოლოდ ჯაგრისით ან გლუთაშორის ჯაგრისებით უნდა იხეხო. კი, ამაზე ძალიან სერიოზული ისმის პოპულარიზაცია. მაგრამ რას ვეტყვი მე იმ პაციენტს, რომელსაც კარიესების მიმართ მიდრეკილება აქვს და იხეხავს, ანუ 3%-ია, ან 10%-ია ნადების ინდექსი, ანუ ამაზე უკეთესი მართლა შეუძლებელია, მაგრამ მაინც უჩნდება კარიესები. ესე იგი, მას მექანიკური წმენდა არ ეხმარება, საჭიროა რაღაცა ქიმიური დახმარება. აი, ვიღაცას გრძნობელობა აქვს, იმიტომ რომ ფესვებია გაშიშვლებული. არა უშავს იხეხე ჯაგრისით, კონდეს ეგ გრძნობელობა, აიტანე. არა, რა თქმა უნდა, არსებობს ქიმიური საშუალებები, რომლებიც, თქვათ, ზოგიერთი არის, რასაც ვასწავლი ხა სახელებს არ ჩამოთვლი, ერთ თვეში ახდენს ეფექტს, ერთი თვის გამოყენების მერე და არის სწრაფად მოქმედი 60 დღეში ახდენს. ამ მაგალითად ანთება აქვს ღრძილის. კი, გასაგებია, რომ ბიოაპკი უნდა მოაცილოს, მაგრამ მისი იმუნიტეტი ვერ ძლებს მხოლოდ ბიოაპკის კონტროლით. საჭიროა ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, შემახორცებელი ინგრედიენტები. ამიტომ ეს ვერ იტყვი რა უნდა დანიშნო, რა ფასიანი უნდა იყოს, თავარია შემადგენლობა, თავარია მექანიკური საშუალებების სწორად შერჩევა. ანუ იცოდე რისთვის. რა თქმა უნდა. და ყველაზე დიდი გარღვევა ჩვენს ცოდნაში სტომატოლოგიაში არის ზუსტად ეგ, რომ ჩვენმა სტომატოლოგებმა ეგ არიციან. არავინ უნივერსიტეტში ამას არ ასწავლის. ნუ, ჩემი სტუდენტები ნელ-ნელა ხა უნივერსიტეტებში რო ასწავლიან, ვინც ჩემი კურსანტები იყვნენ, იმათმა დაიწყეს, ხო. მაგრამ რეალურად ეს სილაბუსში არ არის. და სულ მაინტერესებს აი ექიმთან რომ მიდიხარ, წამალს რო გინიშნავს. ესეც ხო იგივე წამალია. დანიშნულება. კი, ანუ ხო უნდა იცოდეს სტომატოლოგმა, როგორი რაოდენობით, თქვათ, PPM-ის კბილის პასტა, პტორის შემცველი კბილის პასტა უნდა დანიშნოს, ან სწავლები გჭირდება თუ არა. ან ხო უნდა იცოდეს, რომელი ანთების საწინააღმდეგო ქლორჰექსიდინი, ცეტილპირიდინის ქლორიდი, ეთერზეთი, ტრიკლოზანი
რომელი დანიშნოს ამ გრძნობელობისთვის კალას ნიტრატები დანიშნოს და ელოდოს ერთი თვე ამ პაციენტმა გრძნობების შემცირებას თუ მაგალითად არგინინის სტრონციუმის ისა რა ქვია აცეტატი ან მაგალითად ნოვამინი დანიშნოს ხვდებით ანუ ნუ ამ შემთხვევაში როგორ რაღაცა იცი უფრო აი კომერციული ძირითადად დღეს კონგრესები და კონფერენციები ტარდება მაინც კომერციული ორგანიზაციების და სადისტრიბუციო კომპანიების მიერ და შესაბამისად რა შეიძლება ინტერესი გქონდეს ამ ორგანიზაციას ის ინტერესი შეიძლება ეს ინფორმაცია გავრცელოს სტომატოლოგიურ საზოგადოებაში ამიტომ მახსოვს ერთ-ერთი ჩემი კურსანტის რეაქცია როდესაც გავდიოდით მაგას და რომ გავდივარ გარდა იმისა რომ ვასწავლი რა რასაკეთებს მე ვაძლევ დავალებას წადით აფთიაქში ან სუპერმარკეტებში და 5 რამე საშუალება ინგრედიენტი იმას ქენით რა ქვია ამონახეთ გადაუღეთ ფოტო და რისთვის არის და ძახშეთ არ ემთხვევა ანუ რო აწერია რომ ღრძილებისთვის არის მაშინ არ შედის ხოლმე ღრძილების საწინააღმდეგო ან მათეთრებელი რო არის ისეთი ინგრედიენტები რომელიც კი ძალიან ხშირად არის ეკი არა იცით რა არის კიდე მაგალითად კბილის პასტას ერქვა ფირმა იყო თეა და ერქვა ნაცვლიშვილი თქვათ ხო ეხლა რო არ კონკრეტულზე არ თქვათ და ვიცოდით რომ ამაში შედიოდა თქვათ 1450 ppm ფტორი და შედიოდა ღრძილის ანთების საწინააღმდეგო რაღაც ნივთიერება მე რებრენდინგი განიცადა სახელი და გვარი ანუ თეა ნაცვლიშვილი იგივე დარჩა უბრალოდ ეტიკეტი ოდნავ ვიზუალურად შეიცვალა და შიგით ინსტრუქციაში უყურებდა სხვა ნივთიერებები და სახელი იგივე ქვია იცით რამდენჯერ მოხდა ჩემი კარიერის განმავლობაში და შესაბამისად ყველა პაციენტს ვასწავლი ინგრედიენტებს და ვეუბნები ყოველ ჯერზე როცა ყიდულობ შეამოწმე რომ ეს იქ იყოს და მე ჩემი პაციენტები თვითონ მაძლევენ ხოლმე ამ ინფორმაციას აუ თეა ნახე ვიყიდე და აღარ არის და მე ვიცი ხოლმე რომ იმ კბილის პასტაში ან იმ სავლებში ის აღარ შედის ნუ მე ცოტა ნერდი ვარ და მიყვარს ინსტრუქციების კითხვა რაღაცას რო ვიყიდი ვკითხულობ ხოლმე მაგრამ რამდენია ვინც აკითხულობს კი და თუმცა პაციენტმა ბევრი რამე ხო არ იცის ამიტომ ის მოდის ეკიმთან ეტიკეტით ცდილობს რაღაცა შეარჩიოს ამიტომ არ უნდა შეარჩიოს არა ხშირ შემთხვევაში არც შეიძლება პაციენტს არც ეს მოდეს მე არ მესმოდეს რა წერია კბილის პასტაზე რევ შეიცავს როგორც მე არ ვიცი თქო შამპუნი ან სხვა რაღაც კრემი ან სხვა მედიკამენტი კი ჩვენ გვაქვს პატარა რუბრიკა ჩვენს პოდკასტებში. ყავს სტუმარი, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს სტუმარი რა თქმა უნდა არის ტელეფონით. მე მინდა მოგასმენინო ჩვენი დღევანდელი სტუმრის კითხვა და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ჩვენთვის ძალიან საყვარელი ექიმი იმპლანტოლოგი ყბასახის ქირურგი კახა გურგენიძე. მე მინდა მოგასმენინო ეს ვიდეო. ჩვენ ამ ვიდეოს აუცილებლად ჩავსვათ პოდკასტის მთავარ ვიდეოში. აი გთხოვ რომ მოусმინო ბატონ კახას და გასცე მის კითხვას პასუხი. მაქვს ესეთი შეკითხვა ძალიან პატრიცებულ და ჩემთვის საპატრიცებლო ადამიანთან, ლექტორთან, პედაგოგთან, სპეციალისტთან. ჩემი კომპლიმენტები. შეკითხვა არის ესეთი ჩემს ასე ვთქვათ ახალგაზრდობაში 20-25 წლის წინ გვეუბნებოდნენ რომ დენტალური იმპლანტის ირგვლივ წმენდა ანუ ჰიგიენისტმა და პაროდონტოლოგმა რომ იმუშაოს აუცილებელია რომ იმუშაოს რაღაც ნახშირბადოვანი ცხვირებით არ შეიძლება იქ მეტალის ინსტრუმენტის ხმარება და რაღაცა ესეთ რაღაცები თუმცა რამდენადაც ვიცი ამ მედიცინა წინ მიდის და უკვე ახალი შეხედულებები არსებობს და მაინტერესებს რომ აი ჩვენმა ჰიგიენისტებმა ჩვენმა პაროდონტოლოგებმა რომლებიც შემდგომ აკონტროლებენ მდგომარეობას იმპლანტების ირგვლივ რბილი და მაგარი ქსოვილების სიტუაციას ძირითადად ვცდილობთ რომ პაციენტები დავიბაროთ საკონტროლოდ 3 თვეში ერთხელ მე 6 თვეში ერთხელ და ეს სიტუაციები გავაკონტროლოთ ეხლა როგორი შეხედულებაა შეიძლება თუ არა სპეციალიზირებული მეტალის ინსტრუმენტების გამოყენება ამ მიმართულებით თუ რაიმე კიდევ სხვა სიახლეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესეთი მოკრძალებული შეკითხვა ჩემგან. მადლობა წინასწარ პასუხისთვის. მოვიკითხავ აქედან ბატონ კახას. მანებიურებს ხოლმე ურთულესი кейსებით. ხო და მე ვართ დისკუსიაში რა ვქნათ და როგორ ვქნათ. ძალიან ჩემთვის ძალიან დიდი სიამაყეა რომ ესეთი დონის ექიმი თან მიწევს თანამშრომლობა და ესეთი დადებითი ასე რომ ვთქვათ შეფასება აქვს და რა ვიცი ძალიან მიყვარს ძალიან იმიტომ რომ ყოველთვის გვერდში მიდგას და ყოველთვის შეგვიძლია ერთად გამიხილოთ ყველანაირი ვთქვათ ანუ დადებითი ემოციებით
ყოველთვის ყველაფერი. მოდი ესე გავყოთ ეს კითხვა. პირველი მან ისაუბრა პრევენციაზე და მართლაც ესე არის 2023 წელს გამოვიდა ევროპის პაროდონტოლოგიის ფედერაციის გაიდლაინი პერიიმპლანტიტის მკურნალობასთან დაკავშირებით და პროფილაქტიკაში ეწერა, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ან კარბონის დაფარული, ან პლასმასით, ან სპეციალური ტიტანის ხელის, ან გააქტიურებული ინსტრუმენტები არსებობს და ესეთი თავები იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ იმპლანტის სუპრასტრუქტურები, კონკრეტულად აბატმენზეა საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ ჯანმრთელობაზე, თავისთავად არ უნდა მოხდეს იმპლანტთან მიკარებაც კი ვიზუალში უნდა იყოს ისხავიანი ზედაპირი. თუ რბილი ქსოვილის დონის არის, მხოლოდ ის ყელის ნაწილი თუ შეეხე. მეტი არც უნდა ჩახვიდე. და იმიტომ არის ეს პრიალა, ეს ზედაპირი, რომ რბილი ქსოვილების ადჰეზია იყოს კარგი, იმიტომ რომ ღვიძლს უყვარს პრიალა ზედაპირი, ოსტეობლასტებს პირიქით ხავიანი და იმიტომაც არის იმპლანტები ხავიანი. და არ მოხდეს დაკაწვრა თავისთავად დაზიანება სტრუქტურის და ბაქტერიების უფრო კარგად ადჰეზია, იმიტომ რომ კრიალა ზედაპირზე ბაქტერია ვერ ეწებება. კი ბატონო, აუცილებელია და დღემდე ესე ითვლება, რომ უნდა მინიმალურ ინვაზიურები ვიყოთ. მაგრამ ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე პერიიმპლანტიტი როდესაც არის. აი მაშინაც არ უნდა შევეხოთ, ამბობს ძალიან ბევრი, რომ აი მაშინაც არ გამოვიყენოთ. და ამ შემთხვევაში მე ვთვლი, თუმცა არ არის ესე ასე რომ ვთქვათ, დამტკიცებული და ეხლა უბრალოდ შემაძრს ვამბობ, პერიიმპლანტიტის პრობლემა არის ბიოაპკის ფიქსაცია ხავიან ზედაპირზე და იმ ღარებში, რაც აქვს იმპლანტს, ხო? შენ თუ იქნები მინიმალურ ინვაზიური და ისედაც არ არსებობს არც ინსტრუმენტი, არც ქიმიური საშუალება, არაფერი დედამიწაზე, რომელიც 100%-ით ასტერილებს იმპლანტის ზედაპირს. ამიტომ ახლა ნაკაწრს გააკეთებ თუ არა იმ დაავადების დროს, როდესაც არ არსებობს მკურნალობის 100%-იანი მეთოდი და 23 წლის გაიდლაინიც ძლივს დაწერეს, იმიტომ რომ ყველაფერზე წერია არ გამოიყენოთ, არ არის რეკომენდებული არ გამოიყენოთ. ეს იქნება, რა ვიცი, ღვიძლქვეშ ანტიბიოტიკი, სისტემური ანტიბიოტიკი, რა ვიცი, სხვადასხვა საშუალებები რაც არსებობს, ხო? ანუ გეუბნები რომ უბრალოდ გაწმინდე. და ვერ წმინდა, აი როგორ უნდა გაწმინდო ღარები, რომელიც ძვალში ან ღვიძლში არის და ინსტრუმენტიც არა გაქვს, რომ ასე შევიდეს და გამოვიდეს, ანუ როგორ. იმ მიკროდონეზე ხავებში ბაქტერია არის, აი წარმოიდგინეთ ახლა, რომ აი მაგიდა რო ავიღოთ და მაგალითისთვის ჰაერჭავლოვანი პოლირება ავიღოთ, ხო, რომელიც ღვიძლქვეშა ჰაერჭავლოვანი პოლირება ძალიან რეკლამდება, როგორც პაროდონტიტში, ისე პერიიმპლანტიტში. ყველაზე პატარა ფხვნილი ნაწილაკი, რომელიც არსებობს ჰაერჭავლოვანი პოლირებისთვის, არის ისე რა ქვია, ერითრიტოლი. და 14 ნანომეტრია რა. და წარმოიდგინე, რომ აი ეს იყოს ერითრიტოლი. ოკეი? თქვათ, ჩემი თითის ოდენა, ზომა. და ბაქტერია არის წერტილი, პასტით რო წერტილი დავსვათ. ანუ ის ფიზიკურად იმ ხავში ვერ შეძვრება და ვერ ამოიღებს, ხვდებით? გამომდინარე აქედან თემა არის, რომ გაწმინდე რითაც გინდა ოღონდ რაღაცა ბიოაპკი რაოდენობა ისე შეამცირო, ანუ 100%-ით ვერ აალაგებ. ისე შეამცირო, რომ ორგანიზმის იმუნური პასუხის დონე დაეცეს, ანუ ორგანიზმმა შეძლოს ამ ბაქტერიის მიმართ ანთების, ასე რომ ვთქვათ, ანუ არ დაიწყოს ანთება ბაქტერიის საწინააღმდეგოდ რა. ამიტომ, როცა პერიიმპლანტიზია საუბარი, აქ უკვე ნებისმიერი საშუალება არის გამართლებული, ყველაფერს ვცდილობთ იმისთვის, რომ ეს პერიიმპლანტიტი შევაჭიროთ. და დღემდე არ არის 100%-იანი მკურნალობის მეთოდი. ამიტომ ყველაზე კარგი პრევენცია პერიიმპლანტიტის არის ის, რომ არ ჩასვა იმპლანტი. სადაც არ არის საჭირო, ანუ არ ამოიღო ის კბილები, რომლებიც მკურნალობადია და ზუსტად ამერიკის პაროდონტოლოგიის აკადემიამ ზუსტად 2 კვირის წინ გამოცა სტატია იმაზე, რომ ძალიან ბევრი სტომატოლოგი იღებს ისეთ კბილებს, რომლებიც არიან treatable, ანუ მკურნალობადი, ექვემდებარება მკურნალობას და რომ კატეგორიულად დაუშვებელია, რომ მოხდეს ასეთი კბილების ექსტრაქცია და ექიმის სტომატოლოგის მთავარი დანიშნულებაა კბილების გადარჩენა. და მხოლოდ მას შემდეგ, როცა კბილი ვერ გადარჩება, ან უკვე დაკარგულია, მერე მოხდეს იმპლანტაცია და თავისთავად ალბრექსონი როგორც ამბობს, periimplantitis is man-made disease. ანუ ადამიანის მიერ შექმნილი დაავადება და რატომ უნდა ძალით ავიტკიოთ აუტკივარი თავი და რომ დაემართება პაციენტს, ხო? მერე მიდის საუბარი იმაზე, რომ აი შენი ბრალი იყო, ის იყო, ეს იყო და ამ დროს პაციენტს არ აუხსნეს, რომ პაროდონტიტი აქვს უნდა იმკურნალოს, ან პაციენტი ეწევა, ან პაციენტს არ აუხსნეს, როგორ გამოიხიღოს კბილები, რომელი იმპლანტოლოგი ზის და მერე უხსნის ან ორთოპედი, რომ აი ხა ჯაგულა ესე გაიტარი, აქ მერე აქ სუპერფლოსი გამოიყენე, აქ მონებოჭკვენი არც ერთი
და ყველაზე მთავარი რაც 30 თუ 40 წელია რაც იმპლანტებზე და პერიიმპლანტებზე აქტიური კვლევები მიდის, ყველა იმას ამბობს, რომ უნდა იყოს ისეთი გვირგვინი და იმპლანტი ისეთ პოზიციაში, რომ იყოს წმენდადი. და გადმოკიდებული გვირგვინების და სადღაც უცნაურად დახრილი იმპლანტების მეც რას ხედავთ, ხო? და თან მეცინება ხოლმე კიდევ ფაქტზე, რომ რაღაც პერიოდი მუსირებდა აზრი, რომ თიანად სუშვილი მარტო კბილების ხეხვას ასწავლის. იმიტომ რომ მე ამაზე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევ ჩემ პაციენტებში და ექიმებსაც მაქსიმალურად ვასწავლი, რომ ეს არის მთავარი. მე კი არ მოვიფიქრე და მე კი არ მიხარია ამაზე დროის დახარჯვა, მაგრამ რეალურად არ არის ეს დახარჯვა, ეს არის საწინდარი მომავალი ჯანმრთელობის. არ ვიცით, თეა, მე შენი პაციენტი ვარ და არა მხოლოდ მე, ხო, ჩემს ირგვლივ და მე ფიქრობ, რომ კარგ საქმეს აკეთებთ, კი, პაციენტს და უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ანუ ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მარტო ამაზე ვიყავი ორიენტირებული და რაღაცა სხვას არაფერს არ ვაკეთებ. მაგრამ ეგ რეალობაა, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ბიოაპკი დაგროვდეს მინიმალურად, რომ პერიიმპლანტი არ დაემართოს ადამიანს. თეა, პოდკასტისთვის რომ ემზადებოდი, გავეცანი გარკვეულ ნაშრომებს, გარკვეულ სტატიებს, PubMed, NCBI, უნივერსიტეტის ვებგვერდებზე შევდივდი, ნუ საინტერესო ინფორმაციები ამოვიკითხე და მინდა ერთი ინფორმაცია, ერთ-ერთი ბოლო კვლევა გაგაცნო. არის ესეთი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ 90% მამაკაცების, რომლებსაც არ შეეძლოთ პარტნიორთან ერთად დაორსულება, ნახეთ რა თემას შევეხე. ქონდა პირის ღრუს დაავადებები და ვინც კი დაიწყო მკურნალობა 70%-იანი გაუმჯობესება აჩვენეს კვლევებმა. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ქალბატონს ქალს აქვს ღრძილების ანთება, 2 თვით მეტი ჭირდება დაფეხმძიმებისთვის. შენ რა ინფორმაცია გაგაჩნია ამასთან დაკავშირებით? ფერტილობა და პირის ღრუს ჯანმრთელობა, მოდი ძალიან საინტერესო თემაა. ვიცი ეს კვლევები და საუბარი არის იმაზე, რომ როდესაც პაციენტს აქვს განსაკუთრებით პაროდონტიტზე აქვს ხაზგასმა არაკარი, ეს არ მეტ პაროდონტიტზე არის აქ ძირითადი აქცენტი, იმიტომ რომ კარიესი მართალია ესეც ინფექცია, მაგრამ კბილის ინფექცია არ იწვევს სისტემურ დიდ ინფექციას, როგორც ღრძილის ანთება. იმიტომ რომ ადგილობრივად გამოყოფილი ანთებითი მედიატორები, რაც ჩვენ ციტოკინებს ვეძახით, ისინი სიძარღვებში ხვდებიან და ცირკულირებენ მთელს ორგანიზმში და აქ მარტო ფერტილობაზეც არ არის საუბარი. სხვა ორგანოების დამძიმებაზეც და მათი ფუნქციის დამძიმებაზეც არის საუბარი და აჩვენეს ესეთი რაღაცა, რომ სპერმატოზოიდის მიგრაცია, რომ მივიდეს კვერცხუჯრედამდე, არის შენელებული. Okay, რაც ერთ-ერთი უნიშნულოვანესია, რომ დროზე მოხდეს იმ კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ხო? და 1000 სხვა კიდე ფაქტი. ამიტომ ეს არის სისტემური ანთების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, ანუ ჩვენი პაროდონტიტის თემას ვგულისხმობ და ამიტომ ამძიმებს სხვა, ასე რომ ვთქვათ, ორგანოების ფუნქციონირებას. დამტკიცებულია, რომ ნუ დიაბეტთან აღარ მოვყვები როგორი კავშირი აქვს, ანუ ორმხრივი კავშირია და გასაგებია. ორსულობაზეც დამტკიცებულია ის, რომ უფრო ნადრევი მშობიარობა ხდება, მცირე წონის ბავშვის დაბადება ხდება. ასევე დამტკიცებულია ისიც, რომ თუ პაციენტს აქვს ქრონიკული თირკმლის დაავადება, აი რომ ტრანსპლანტაცია რო ჭირდება, ხო, მაგალითად, ამ პაციენტებში სიკვდილიანობა 3-ჯერ უფრო მაღალია, ვისაც პაროდონტიტი აქვს, ვიდრე ვისაც პაროდონტიტი არ აქვს. ხვდებით, ანუ ძალიან ბევრ რამეზე ახდენს გავლენას. და მარტივ მაგალითს მოვყვები, მაგალითად, ნებისმიერი ჩვენი კბილების გამოხეხვა, თუ პაციენტს აქვს პაროდონტიტი ან გინგივიტი, იწვევს სისხლდენას, ხო? და ეს სისხლდენა არ არის მხოლოდ გარეთ კი არ გამოვიდა ეს სისხლი, სიძარღვე რო დაზიანდა, ბაქტერიები და ეს ციტოკინები თუ ეს რაღაც ქიმიური ნივთიერება, რომელიც ანთების დროს გამოიყოფა, მოხვდა სიძარღვში. და დაიწყო ორგანიზმში ცირკულირება და ეს ადგილობრივი ანთება უკვე ნაწილდება მთელს ორგანიზმში და ამას ქვია სისტემური ანთება. ჩვენ როდესაც მაგალითად ესეთ პაციენტებს ვკურნალობთ, ასევე არის გაკეთებული კონსენსუსი წერილი კარდიოლოგებსა და პაროდონტოლოგებს შორის SSEF-მ გააკეთა, სადაც რეკომენდაციაა, რომ ვისაც გულსიზრახ და ქრონიკული დაავადება აქვს, პროცედურა, მაგალითად, ღრძილქვეშა ინსტრუმენტირების, ან ნებისმიერი პროცედურა, რომელიც იწვევს ბაქტერიემიას, ანუ შენ როგორც კი დაიწყე წმენდა ღრძილქვეშა, თუნდაც ღრძილზე და გამოიწვია სისხლდენა, ბაქტერიები მოხვდა სიძარღვებში, ხო? შესაბამისად, ეს ბაქტერიემია შეიძლება გახდეს მისი ჯანმრთელობისთვის ცუდი, იმიტომ რომ რამოდენიმე საათში სისტემური ანთების მარკერები იმატებს ორგანიზმში. ანუ ეს ნიშნავს, რომ უკვე მთელს ორგანიზმში ცირკულირებს ანთებითი მედიატორები და სადმე თუ გამოიჭირა ადგილი, სადაც უკვე მიკროანთება არის, იმას აღვივებს. ანუ ცეცხლი რო შეუნთო.
და გრაციანის აქ ძალიან კარგი მაგალითი იმისა, მაგალითად მე თუ ჩავატარებ პროცედურას, ხრწილქვეშა ინსტრუმენტირებას, ვისაც აქვს ქრონიკული გულის რაღაცა გულსიზრახთა დაავადება და ვიმუშავებ 45 წუთზე მეც, ანუ საათი და მეტი იქნება ეს ბაქტერიემის პროცესი. გინდა მეორე სართულიდან გადმოგიგდია ადამიანი და დაცემულა და ის ტრავმები და ის ანთებები რაც განუვითარდება, გინდა ეს გაგიკეთებია. ამიტომ 45 წუთზე მეტ ხანს არ უნდა დანიშნო პაციენტი და ასე შემდეგ. ანუ პაროდონტი ქსოვილი ხო არის მთელი ორგანიზმის ნაწილი და იგივე არის მაგალითად თუ აქ თირკმლის ანთება ადამიანს პირისგუშიც აისახება ეს ხო? ხო, ღვიძლის პროცესები თუ აქ ყველგან აისახება, კანზე ვხედავთ რომ ყვითელია პაციენტი მაგალითად ხო? ანუ ეს ხო ერთმანეთთან დაკავშირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. რატო გამეღიმა, იცი, ჩვენი შენი, ასე ვთქვათ, პასუხი ის დროც შენ პრაქტიკულად გაეცი ჩემს ბოლო კითხვას პასუხი. თუმცა მაინც მინდა რომ გავაჟღერო. ესე იგი რა ინფორმაცია მოვიღე, ასე ვთქვათ, მე ინტერნეტიდან. მიკრობიომის მნიშვნელობაზე. მიკრობიომი წარმოადგენს იმუნიკალური ტრილიონებით ბაქტერიისა, სოკოსა და ვირუსის ერთობლიობას, რომლისგანაც შედგება ჩვენი ორგანიზმი, ხო? ეს არის პირი, ზღუდი, ცხვირი, კანი და ნუ ყველაზე დიდი რაოდენობით კუჭი ნაწლავის ფლორაში. და რასაც შენიძახდი ჩვენი პოდკასტის დროს ზუსტად იმას, რაც მე ამოვიკითხე ამ გარკვეულ კვლევებში, ხომ? ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული კარგი ბაქტერიები, ეგრეთ წოდებული ცუდი ბაქტერიები და როდესაც ცუდი ბაქტერიები უფრო მეტია, ვიდრე შესაძლებელია იყოს გარკვეული ნორმატივებით, ხო? როდესაც ხდება მათი დისბალანსი, ეს ცუდი ბაქტერია მოგზაურობს და მოგზაურობს მთლიანად ჩვენ სხეულში და ამიტომ ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. სხვა სიტყვებით, თუ ანთება და კი ეს ამოვიკითხე, თუ გვაქვს ანთება და ღრძილებიდან გარკვეული სისხლდენა, ეს მაგალითად უარყოფითად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ რევმატოიდული ართრიტი. ასევე ამოვიკითხე ის, რომ თუ თქვათ ეგრეთ წოდებული ცუდი ბაქტერიები, ასე ვთქვათ, ჭარბობს და უფრო მეტია, იმას აქვს ნეგატიური გავლენა სისხლძარღვებზე, რასაც შენიძახდი, ერთადერთი რასაც მე დავამატებ, ეს ის არის ის, რომ ეს ეგრეთ წოდებული ცუდი ბაქტერია მოძრაობს ხომ სწორედ რომ სისხლძარღვების მეშვეობით, ხო, საშუალებით და ისინი გამოყოფენ ტოქსიკურ ფერმენტებს და ფაქტობრივად აზიანებს პაციენტის სისხლძარღვებს, შედეგად სისხლძარღვებს არ შეუძლიათ ისე გაფართოება და შევიწროება, როგორც ადრე. საბოლოო ჯამში ალბათ ჩემი ბოლო კითხვა იქნება სწორედ მიკრობიომთან დაკავშირებით და პროფილაქტიკურ ზომებთან დაკავშირებით. მინდა დავაკავშირო ესე ვთქვათ, ორი თემა. შეიძლება ამით უნდა დაგვეწყო პროფილაქტიკით, თუმცა ამით დავამთავრებთ ალბათ დღეს. რა პროფილაქტიკური ზომები უნდა მიიღოს პაციენტმა, რა უნდა რეკომენდაციები უნდა გასცეს ექიმმა, რომ სწორედ რომ არ მოხდეს ამ ეგრეთ წოდებული ბაქტერიების მოგზაურობა მთელ სხეულში. შევეცდები რომ მოკლედ თქვა, აქაც იმიტომ რომ ეს ძალიან ვრცელი თემა, იმდენი კვლევები არის და თუნდაც დამტკიცებულია რომ სხვადასხვა ონკოლოგიის ერთ-ერთი მიზეზი პაროდონტოპათოგენებიც არის. ამოვიკითხე მეც ეს სხვათა შორის. ხო, და ამიტომ ეს საგანგაშო მაჩვენებელია, მაგრამ აქ საკითხი დგას შემდეგნაირად. ცალკე ბაქტერია ვერაფერს ვერ იზავს ჩვენი იმუნიტეტის გარეშე. ანუ ჩვენ იმუნიტეტში თუ არის რაიმე გარღვევა, ანუ რეაქცია ამ ბაქტერიაზე ვიღაცასთან არის ცუდი და ვიღაცასთან საერთოდაც ნეიტრალური. ვიღაცასთან უფრო სწრაფი. ხო. ამიტომ აქ უკვე საუბარია იმ ზღვარზე ბაქტერიების რაოდენობის და არა შემადგენლობაზე. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს როგორც ჯამრთელი, ისე ცუდი ბაქტერიებიც პირისგუში, კანზე, ვირუსები მაგალითად, ხო? ჰერპეს ვირუსი თითქმის ყველას აქვს, მაგრამ ტუჩზე ჰერპესი ყველას არ გამოსდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ჩვენი იმუნური სტატუსი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე რა ბაქტერიაა პირისგუში. რა თქმა უნდა, რაოდენობას ზოგიერთი პაციენტისთვის აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რაც უფრო მეტია, მით უფრო მეტი რეაქცია აქვს იმუნიტეტის, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა ისევ და ისევ ყველა პაციენტი გამიხილოთ ცალ-ცალკე. ვიღაცა შეიძლება იყოს, ვინც საერთოდ არ იხეხავს კბილებს და შესაბამისად ქვები და ნადები აქვს დიდი რაოდენობით, მაგრამ გინგივიტი პაროდონტიტი არ აქვს. ოკეი? იმიტომ რომ ის იმუნიტეტი საერთოდ არ რეაგირებს ამაზე, მაგრამ ვიღაცა შეიძლება იყოს, რომ თითქმის ვერ ხედავ ნადებს და მას აქვს ეს, იმიტომ რომ მიკროსკოპულ რაოდენობაზეც კი ემართება ანთება. ამიტომ ესე რომ ვთქვათ, რომ ეხლა მე შენ თუ ცუდი ბაქტერია გაქვს, ძალიან ცუდია და შესაბამისად მოდი ეხლა რამე საულები გამოიყენი, ან კბილები აგრესიულად იხეხი, ან რაღაცა ქენი, რომ ეს ბაქტერიები არ ქონდეს, ეგ არასწორია. ანუ ყველაფერი დამოკიდებულია ერთი და იგივე, ანუ პაციენტის კონკრეტულ სიტუაციაზე. ამიტომ ჩვენი იმუნური სტატუსი უნდა იყოს
შესაბამისი, რაც ერთის მხრივ დამოკიდებულია გენეტიკაზე და მეორეს მხრივ გარემო პირობებს. გენეტიკას ჩვენ ხო ვერ ვცვლით. როგორც დაიბადა ესეთი ხარ და პაციენტს ზუსტად მაგას ვეუბნები. ჩვენ შეგვიძლია გარემო პირობა შევცვალოთ და გარემო პირობაში პირის ჰიგიენის დაცვა არის პირველ რიგში, რომ რაოდენობა ამ ბაქტერიების იყოს მინიმალური, იმისთვის რომ არ გამოიწვიოს ანთება. გარემო პირობებში არის თუნდაც თამბაქოს მოხმარება არ მოწიოს ადამიანმა, იმისთვის რომ იმუნური სტატუსი, ანუ მისი აღქმა ამ ბაქტერიების და ბრძოლა იყოს კარგი. გარემო პირობები არის სტრესი, ზოგადი დაავადებები, რა ვიცი, ძილი მაგალითად ხო, დღეს საუბრობთ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავს მოუფრთხილდე და ასეთ დაკავებულ პირობებში მაინც მოახერხო გამოძინება, იმიტომ რომ უძილობაც ასევე სტრესი არის და ასევე ამიტომ სხვადასხვა ფაქტორებზე არის რა დამოკიდებული და მხოლოდ ბაქტერიებს რო დავაბრალოთ ჩვენი ყველა აუბეთითობა, სამწუხაროდ ესე არ არის და უფრო მეტად ვართ დამნაშავეები ჩვენ ადამიანები ჩვენი ცხოვრების წესით, ვიდრე ჩვენი გენეტიკა ან ბაქტერიები და სხვა შორის გენეტიკაზე გამახსენდა რა თქვა ლინთემ ჩემს ლექციებშიც სულ ვამბობ ხოლმე ერთ-ერთ კონგრესზე ვიყავით მე და ქაუტონი ქეთი 2016 წელს და თემა იყო ესეთი რომ ლინთე გამოდიოდა პერიმპლანტის ყვებოდა 700 კაცი იყო დარბაზში და ლინთემ რო დაამთავრა 5 წუთი ტაშს უკრავდნენ ანუ ეგეთი რამე პაროდონტოლოგიურ კონფერენციაზე არ ვთქვა დაუკრავენ მორჩება ხო და აქ არ ჩერდებოდა და ხალხი ფეხზე იდგა და მან თქვა ესეთი რამე რომ თუ გაქვს მე ადრე როგორც ესე იგია ასაკიანი ადამიანი იუვენილური პაროდონტიტი ახსენა, იმიტომ რომ ესე იცოდა თავიდანვე ეს დიაგნოზი, იუვენილური ანუ თქვა თინეიჯერობის ასაკში აქვს პაროდონტიტი და კარგავს ადამიანი კბილებს. ადამიანმა იცის, რომ მის ეს მდგომარეობა შექმნა ან ღმერთმა, ან კიდე ეშმაკმა. იმიტომ რომ მას ეგეთი გენეტიკური წინასწარ-განწყობა და იმუნური პასუხი აქვს ამ ინფექციაზე, ხო? მაგრამ პაციენტმა ზუსტად იცის ვინ სოვს იმპლანტს. ამიტომ don't try to escape. ანუ არ შეეცადო რომ გაიქცე ამ ფაქტს. შენ ამ პაციენტის ან ღმერთი იქნები, ან ეშმაკი. ხო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დღეს უკვე 21 საუკუნეში არ ვილაპარაკოთ იმპლანტის გადარჩენაზე და ვიცი იმპლანტოლოგები რომლებიც გამოდიან კონფერენციებზე და ნახეთ ჩემი იმპლანტი ამდენი წელია დგას და ამ დროს პერიმპლანტიტი აქვს. არამედ იმაზე ვილაპარაკოთ არა survival-ზე, არამედ success-ზე. რამდენად იდეალურად არის ეს იმპლანტი ჩატარებული, გაკეთებული, გვირგვინი იდეალურად გაკეთებული, რამდენად ესთეტიურია და რამდენად ჯანმრთელია. Success და არა survival. მე ჩემს მხრივ არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმო. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ ვიყავით დღეს ჩვენი სტუმარი. მე ვფიქრობ საკმაოდ ბევრ თემას შევეხეთ. იმაზე უფრო მეტი ვისაუბრეთ ვიდრე მე ვფიქრობდი ყოველ შემთხვევაში. პირიქით დიდი მადლობა რომ ძალიან საინტერესო კითხვები იყო და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც ეს ინტერვიუ. მე ვფიქრობ ძალიან წარმატებული პოდკასტის ეპიზოდი გამოვიდა და რაღაც კითხვები კიდე მაქვს, მაგრამ ნამდვილად მოდი სხვა შემდეგი პოდკასტისთვის მოვიტოვოთ მომავალ წელს. რამდენიმე წლის მერე შეგვიძლია რომ კიდე ახალი კვლევები იქნება და ბევრი კიდე საინტერესო. მე ვარ მაქსიმალისტი და უკვე მომავალ წელს მინდა. კარგი, ხუმრობას რომ თავი დავანებოთ. ძალიან საინტერესო იყო და მე ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ. მეტ დასვენებას. თუმცა რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ უფრო მეტი მინდა რომ ინვესტიცია ჩადო ამ საქმეში და ამ სფეროში, იმიტომ რომ მართლა ბევრი გაქვს გაკეთებული, შენ სკოლას ბევრი რამ აქვს გაკეთებული, წარმატებას გისურვებ და მადლობა. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის.